ნაკირავებინა ჯუნგლებში რა. აუ შიგნით კიდე ისენია, ალმატურები აქვს შიგნით კიდე. ტიპი იმენა კორპუსია ჩოლერები. ადამიანები არიან, აი გამიგია რა, ვიყვებიან ხოლმე რომ ჩემის მაგაზიო 60 კილოაა და 7 შაურმა შეჭამავ და ისეთ ისტორიას მიყვებიან ტიპები როგორც რანელი კუჩი ხოლმე ჩავიდეს. სალამი ყველას, დღეს ვართ მოკლედ ჯუნგლებში. თქვენთვის ყველაზე საყვარელი ვიდეო მაქვს. ბოლო პერიოდში ჩემი ვარჯიშის სტილი ძალიან შეიცვალა და ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, კარდიო ვარჯიში მიწევდა, რამაც სიმართლე გითხრათ ძალიან დამასუსტა რა, იმიტომ რომ ზედმეტი კარდიოს დროს ხოლმე და ზედმეტ კალორიულ დეფიციტში ძალიან მაგრად იხარჯება კუთოვანი მასა. ამიტომ დღეს სპეციალურად წამოვედი ბურგერ ლომებში რა. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი საბურგერია, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია, ფასებიც ძალიან კარგია და ძალიან დიდი ბურგერებია, მართლა რაც ჩატრთვის და დარღვევის დღეს მინდა ხოლმე რა. მე მაქვს სხვა ფილიალიდან მაგალითად გადაღებული ლაიონს ბურგერებში ვიდეოები, მაგრამ ეხლა ვართ უკვე ახალ ფილიალში, რომელიც არის გალერეა თბილისში, მეოთხე სართულზე. შიგნით განახებთ ეხლა რა სიტუაცია, ნამდვილი ჯუნგლებია და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის სპეციალურად ჩვენთვის შევგვეთეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბურგერი, რომლის სახელწოდებაც არის ასტეროიდი, რომელშიც დაახლოებით იქნება მხოლოდ ბურგერს ვიძახი. მხოლოდ ბურგერში დაახლოებით 4-დან ესე ვთქვათ 4500-მდე კალორია არის. ერთ დღეზე თქო ძალიან ბევრია. და არც რეკომენდაციას გაძლევთ ვინმე გაიმეოროთ. თუმცა ნახოთ, შევეჭიდოთ და ნახოთ როგორ ჩაილოს ჩვენ ჩატრთვის და ეხლა შეგინდ განახებთ რა ხდება. შეიძლება უცოდ ლომი გადმოხდეს, არ არის პრობლემა და მოკლედ შევუდგეთ დაროს. სანამ ბურგერები მოვა, აი აქვე განახებთ რა ხდება აქ. როგორც გითხარით, სრული ჯუნგლები, აი პანდა არის იქით ჩამოკიდებული. ეს რა არის? ფარშევანგი ხო? ფარშევანგი. ფარშევანგი, აქაც ფარშევანგია, იქ დიდი ლომია. ძალიან მაგარი ნახატია. ლომის, ესე ვთქვათ, აი ლომია იქ, ლომია. ლომი და ისეთი გარემოა, აი მე ზოგადად ესე ვარ ხოლმე, არ ვიცი ვინ როგორ არის, მაგრამ ბურგერს რო სავჭამ, აი მით უმეტეს განსაკუთრებით წვერი რომ მაგ, აი მთელი ბურგერის ზედმა ხოლმე შეზელილი და ცოტა უხერხული საჭმელი არის ბურგერი ეხა თუ ისე და ძალიან ისეა რა, ლამაზად არის ადგილები გამოყოფილი რა, ეხა უცბად იქ ჩაიმალები რომ რამე ჯუნგლებში გადმოხტები უცბად. მომენტში უცბად გადმოხტები, პრობლემა არ არის. ხო და ვიღაცას გადაახდით, შეახტები ზემოდან რაღაც ეგეთი და. მოკლედ ჩასამალი ადგილებია ძალიან საკაიფო და რადგან ჩასამალი ადგილებია, ძალიან ესე ვთქვათ, შენთვის ცალკე შეგიძლია გემრიელად მიირთვა, თვალზე დაიდო რაღაცა ბურგერი, აქეთ მეორე თვალზე ყველი და ეგრე რა. ამიტომ გარემო მართლა ძალიან მომწონს, ძალიან იშვიათია ხოლმე რომ რაღაცა აღვთოვანდე და თქვა რომ აი ვა რა კარგია, მაგრამ მართლა ვა ძალიან კაია რა. ველდეთ ბურგერს. აი ხა აქ მაგალითად რა ისეთი ის არის რომ აი შეგიძლიათ წველებით შეხვიდეთ ესე რაღაცა ილაპარაკოთ იქ რაღაცა ურთში რაღაც როგორ ხდება აი თუთიყურშია რაღაცას დაებაზრები და აქედან ვიღაცა შუმად გახედავ რამე ხო არ ხდება იქით და ძალიან კაი თემაა აი ცალკე ხარ მარტო ხარ რა ანუ ბინა გაქვს ნაკირავები რა ჯუნგლებში და ეგ არის ძალიან კაია რა უბედურება არის რა ღერძები ვერ იჭერს შესაძლოა მონსტრი ადგილზეა როგორც გითხარით ეს არის ყველაზე დიდი ბურგერი ზოგადად ბურგერ ლაიონში რა ასტეროიდი მე სოთაშორის მაქვს დაჭამი იულიუსი არის ერთი ეგეთი ბურგერია რომელშიც არის 750 გრამის საქონლის ხორცი. აქ არის ახლა 900 გრამის საქონლის ხორცი. ეგ პლუს დამატებული ბეკონი, მოკლედ რო ვთქვათ, რაღაცა 1 კილომდე არის თვითონის ხორცი რა. და კალორიები როგორც გითხარით, ხა მარტო ბურგერი იყო დაახლოებით 4000-მდე. იმიტომ რომ კიდე რაღაცები დაგვიმატეს შეგნით. მაგრამ აქ არის კიდე free კარტოფილი, ბევრი საკმაოდ და დაბლა არის ყველი სულ რა და ეს ამატებს კიდე ძალიან ბევრ კალორიას. ხო და ჯამში გამოვა ალბათ მაქსიმუმ რომ დავთვალოთ
4500 თქვა ყველაზე ბევრი, კაი. ამდენი კალორია უბრალოდ ერთ მიღებაზე. არა, მე მგონი არ მიმიღია ხო რა, იმიტომ რომ წინა მახსოვს ადრე რაც გადავიღეთ სხვა ბურგერბარში, იქ იყო მაქსიმუმ საათს ეგრე 3000 რა და ეხლა მე ამას ოპერაციას გავუგებ, იმიტომ რომ ეს ჭამა რა თქმა უნდა შეუძლებელია რა, ოპერაცია. ჩავშლი რა, ამას ჩავშლი ეხლა, ისე ჩავშლი პროსტა რომ რაღაცა შეუძლო ჭამა რა. ძალიან დიდი არის და ძალიან მძიმეა. კიდე არ ჩანს, იმიტომ რომ ამის ფონზე ეს ჩანს შედარებით, ანუ ის არის რაც არის რეალურად, იმიტომ დაბლ არის კიდე აისბერგივით არის, დაბლ კიდე არის ეს. და ეხლა ესე გავჭრი რომ ზოგადად ეხლა რასაც ვიღებ და მე რასაც ვაკეთებ, არ ვიძახი რომ რაღაც რეკომენდაციას უწევ და საჭიროა და აი მიდით თქვენც ეგრე ჩაიტვირთეთ და ეგრე ჭამეთ. არა, მაგას არ ვიძახი. უბრალოდ ესეთი ჩელენჯები ვაკეთებ და ვიდეოს გამოც რატომაც არა. აი წყალი მოვიდა. იმიტომ რომ ამას კიდე რაღაც იჭერს შიგნით და შიგნით კიდე ისენი აქვს, ალმატურები აქვს შიგნით კიდე. ტიპი იმენა კორპუსია ჩოლერები. ეს ამხელა რაღაცა არის ჩემი ძმა. ძმის ძალიან მოსტრია. ჩვეულებრივი ეს არის რა ქვია, ლომია. ეს ასტეროიდი ყველიანია რა. მე უფრო ბეკონი ხალხი უფრო ვანჯაფობ ბრძოლას, მაგრამ ეს ყოლი ეხლა რაც აქვს ძალიან ნორმალური ზომაზეა და ნორმალურია რა. მანამ სანამ ბურგერებთან ბრძოლას გავაგრძელებთ, თუ მადასურშივით მადა არ გაქვთ და არც ეს ვიდეო ესე კარგად არ მოქმედებს თქვენთვის, ვიტამინ ფაუერი სუიზრდება და უკვე გვთავაზობს და ვიტამინ ფაუერის გეინერს, ვისაც მაგალითად მადის პრობლემა აქვს, კალორიებს ვერ ავსებთ, შეგვიძლიათ მიიღოთ სულ რაღაც 77 ლარად, სადაც მიიღებთ 10 პორციას. პორციაში შედის 100 გრამი, სადაც თქვენ შეხვდებით 25 გრამ პროტეინს, 8 გრამ გლუტამინს და 5 გრამ კრეატინს. ძალიან კარგი ვარიანტი, ვისაც წონის მომატება გინდათ და მოკლედ გიჭირთ კალორიების მიღება. ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ შოკოლადის არომატი და ფასიც არის 67 ლარი, რაც ძალიან მისაღებია და მოკლედ დაგეხმარებათ თქვენი რაციონის შევსებაში. მაგრამ ყველაზე ნორმალურია ამ დროს წყლის მიღება რა, იმიტომ განსაკუთრებით ამდენ ხორცს როცა იღებ, კიდე გაზიანი ზემოდან ძალიან ზედმეტია რა. ამიტომ ძირითადად როცა რაღაც დაღუებს ვაკეთებ ან რაღაც კალორიული ესე თქვა დიდი ის მაგ რა ქვია ნახტომი, მაგ დროს ვერდები ხოლმე გაზიანის მიღებას, იმიტომ რომ მართლა მიცეს პრეზა ძალიან ცუდად ხდება ხოლმე რა და ოს ნორმალური გამოსავალი არის ამ დროს ესეთი რაღაცა რა, წყალი მიაყოლა უბრალოდ და всё. ეხლა ესე ჭამით. არც ხშირად ჭამ რა. რა ვიცი ხა. ეს რო დოფიქრე შეიძლება ანახა თუში ერთხელ გამომივიდეს რა. ნუ გულწრფელ აი ამ რაოდენობით რა, თორე შეიძლება რაღაცა ბურგერები ჭამო პატარა შედარებით რა. პრინციპში ისეთი რომ რაღაცა არ დაგაზიანოს და რაღაცა ძალიან რაღაც კატასტროფული ისე და რო არ გამომივიდეს რომ რაღაცა ზიანი მიიღო ჩვენ თავს რა. ეხლა მაგალითად ძალიან ბევრს ჭამ რა. სხვა დანარჩენი რა გითხრათ, აბა. ჭამის გარდა საქონლის ხორცს მაგიტო ვანჭა ოპერატორს ვასო ძალიან ბევრი კრეატინს შეიცავს რა. თან მithumedes ბუნებრივად კრეატინს მიღება, ბუნებრივად რა პირდაპირ ხორციდან ძალიან კაია. თუმცა ხო ეხა ამ რაოდენობით ხო ვერ შეჭამს სულ და მაგიტო მე მაგათეთ კრეატინს მაინც დანამატებიდან ვიღებ ხოლმე. იმიტომ რომ ამდენი საქონლის ხორცი ზოგადად ხო? და ამასაც თავიდან მომწონს ზოგადად ყოველ დღე საქონლის ხორცის. დიდად კარგი არ არის. დიდად კი არ არის კარგი. ამიტომ ვერ მიიღებ რა. მაგრამ ზოგადად კვირაში 3 დღე საქონლის ხორცი სუმაქ რა. კატლეტებს ვაკეთებ ხოლმე. პროდუქტებს ყველგან მაღაზიაში და ვაკეთებ რა. ამდენს არა.
ეს არის ახლა დაახლოებით ჩემს 3 დღის. ძალიან ბევრია. აი, ხაციასა ვთქვა. ამ დაფის ჭამენ მე არა ვარ. ამის ამხელა პროცესი მინდა ჭამოს მოსდა. ადამიანები არიან, აი გამიგია რა, მიყვებიან ხოლმე, რომ ჩემი ზმაგასიო 60 კილოაა და 7 შაურმა შეჭამავ და ისეთ ისტორიას მიყვებიან ტიპები, როგორც რანაირ კურჩი ხოლმე ჩავიდეს. ჩადის ვერ ხვდები რა პოსტა მაგდენი ყოველ შემთხვევაში რა. ჩემთან შანსია. ზოგადად ცოტა ფრის შევჭამ 20 მოასწრო თავკალვა. მე ამას შევჭამ რაც ხელში მიჭერს და ერთი საფთული მიჩება იდეაში რა. მაგრამ ძალიან დიდი. просто ეგა მე გამოსას ჭამი მაინც არ უნდა მეჭამა. მოძის მე რა მე დღეს ვიოჭე რა. ნაუზენ გასაკვირი სამნეოს საქონლის ხორცი ვჭამე. მოძის მე. დააღოთ სადნახევს. აუ ზორი კაცი ვერ შეჭამს რა. ძალიან ბევრია. მარტო? მე გზის შეჭამ ბიჭო რა შეჭამ. ბურგერი ეგ იყო ასტეროიდი ბურგერლომებში, რომელიც იყო ძალიან დიდი მართლა. ფასიც ძალიან კაი აქვს, მე მგონი ზუსტად აღარ მახსოვს, აი დავაწევთ აქ გარედან და თავის ფასთან მით უმეტეს აი ამდენ ხორცს აი ვერ შეიძენ რა და. ეგ არის მოკლედ რა. აი ეს იყო ჩვენი დიდი, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი ჩატვირთვა. კიდე ნორმალურად ვჭამე იმის ფონზე, რომ ამდენი რაღაც მაქვს მოჭამე. ამიტომ გაითვალისწინეთ იმ რაღაცეები, დარღვევაში არ გულისხმობ ამას, რომ ეხა ყველა გაიქცეთ და ამდენი ხეთქოთ ერთიანად. მაგრამ ყველაზე ადეკვატური დარღვევა არის იგი რა, ბურგერებით დარღვევა, საქონლის ხორცით დარღვევა და მოეცო ეგ არის რა. მაგრამ მინდა ბურგერლომებს გადავხვალო მას პეიჯლობისთვის. ვისაც გაინტერესებს ეს ახალი ფილიალი ჯუნგლები. გალერეა თბილისში ბოლო საფრთხეში შეგიძლიათ ამოხვიდეთ და დაждებით, მივირთმევთ, დაიმალებით აქეთ-იქით რაღაცა, ჩაიმალებით და ეგ არის რა. ვიდეო აალაიქეთ, ისაც მოგეწონათ, გავსი ყვებები იქნება კიდევ ბევრი. გამოიწერთ ახლა. ჩვენი სპონსორი რა თქმა უნდა ისევ არის ვიტამინ G და მომავალ შეხვედრამდე.